სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგი კითხვა ძალიან საინტერესოა და ეს კითხვა-პასუხები იქნა ჩაწერილი 1995 წლის 5 ოქტომბერს. ჩვენ თითქმის ნახევარზე მეტი გავედით ამ 31 A ნაწილში, რომელიც იქნება ასევე B ნაწილი. და გუშინ რომ მჭირდებოდა რაღაცის მოძიება, კითხვა რომელიც იქნა დასმული ერთი რასაც შევნიშნე, რა თქმა უნდა, YouTube პირველად როცა ჩაწერ მთავარ ძრავაში, საძებარ ძრავაში, გიგდებს იმ პასუხებს, რომლებზეც უფრო მეტი პასუხია და უფრო პოპულარულია, იცით ეს ცნობილი, მაგრამ თვითონ შენ ძრავაშიც, შენ არხის ძრავაშიც როცა ჩაწერ, ხო, ყველაფერი არ იძებნება. არ ვიცი ეს სპეციალურად არის გაკეთებული, ან ფასიანი როცა გაქვს, მაშინ არის ეს რო გეძლევა საშუალება, მაგრამ თუ სპეციფიური სიტყვა არ ჩაიწერა, ხო, შეიძლება არ ამოგიგდოს და ეს ძალიან სამწუხაროა. 557-მდე უკვე ჩაგვიწერია კითხვა და გრძელდება ეს იცით, ჯერ ვართ შუამდეც არა ვართ მისული. ასე რომ თუ გაინტერესებთ ამ კითხვებზე პასუხები, შეგიძლიათ მოიძიოთ და დღევანდელი პასუხი ძალიან პრაქტიკული პასუხია, რომელზეც მეც ვიცოდი პასუხი და მეც უნდა გავამხილო ეს ჭეშმარიტება, რომ გარკვეულად ალბათ კოვიდამდე სადღაც შეიძლება უკვე 10 წელი არის აღარ მახსოვს, სანამ თბილისში წავიდოდი, 5 წელი ნამდვილად არის, თუ მეტი არა. რომ მე ლატარია აღარ მითამაშია, ლატარია. ინტენსიურად არასოდეს არ თამაშობდი, მაგრამ იყო მომენტები, როცა ამაზე ვამყარებდი იმედს, რომ ქრისტიანული საქმისთვის მომეხმარებინა და უშუალოდ თუ მოვიგებდი ფულს, გამთავისუფლებოდი ბევრი რაღაცისგან, რომელიც უშუალოდ დროს მართმევს სამსახურისგან და დროს დაუთმობდი ღმერთის სიტყვის გავრცელებას, ან კიდე ღმერთის საქმეში ჩავდებდი ამ ფულს. ეს იყო მიზანი. მე კაიხანი ჩემო მეუღლემ გააგრძელა და მე ისიც დავარწმუნე, რომ ეს არ იყო სწორედ. აი ამაში დამეხმარა, სიმართლე გითხრათ, აი ეს გამოცდილი ადამიანები, ვინც ღმერთმა მე დამეხმარა, ბატონი თეოფილე, რომელიც ყოველთვის წინააღმდეგი იყო ამისი, ასევე ბატონი ჯონ მაკარტური, ის კი არა მათხოვრებზე დახმარებაზეც. მე მახსოვს, როგორი დარიგებები მომწეს ორივემ. და სხვებმაც აბსოლუტურად ვინც ქრისტიანი იყო სწორ გზაზე რომ იგითითებენ და რწმენის დამყარება რომ არ იყოს არა მარტო ლატარიაზე, არამედ ეკონომიკაზე, გესმით? რწმენა ჩვენი უნდა იყოს იესო ქრისტეზე დამყარებული და გარედან შეიძლება ადამიანებმა ეს ვერ დაინახონ, იცით? მაგრამ შიგნით ღმერთი ხედავს ჩვენს გულს. და შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ეკონომიურად დაუშვათ შესაძლებლობა და მდიდარიც იყოს, მაგრამ იშვიათია ძალიან დიდ სიმდერეზე არ ალაპარაკი შეძლებულობაზე და მანც არ ქონდეს იმედი ამ ეკონომიკაზე, გესმით? ეს ძალიან პირადული საკითხია და ამას დანახვა ჭირდება. ჩვენ ვიცით, იყვნენ მდიდარი ადამიანები ბიბლიაში, აბრაამი კარგი მაგალითია და ჩვენ რწმენის მამად ღმერთმა დაგვიტოვა ის და მაგალითად. ასე რომ აი ეს კითხვა ალბათ ბევრს საინტერესო საქართველოში აზარტული თამაშები, ნუ ლატარიაც იგივე გამოდის გარკვეულწილად სახელმწიფო აკეთებს ამას და გარკვეულწილად მე მგონი ესეც არ არის ამაში ჩადებული, რომ ადამიანს აძლევ იმედს სწრაფი მოგებისას და მართლაც ზოგიერთებს აძლევენ. საბჭოთა კავშირში მაიმუნობას ქონდა ადგილი, მე რაც ვიცი და არიან ქვეყნები, სადაც მაიმუნობას აქვს. მე ასევე გითხარით მაგალითი მია ლენსკი, რომელიც იყო კაზინოების მამამთავარი შეიძლება ითქვას, ხო, ებრაელი კაცი, ლაკი ლუჩიანოს, ჩარლი ლუჩიანოს იგივე მარჯვენა ხელი, მან პირველმა დაიწყო ამ კაზინოებით. ჯერ პატარა დონეზე იმაშვებოდნენ, იცით, ამ თამაშებს, თუნდაც ქუჩის დონეზე, ქუჩაში რო კამათლებს და იმებს არიგებენ ხოლმე, აგორებენ ხოლმე და მე ამითი ძალიან ისეთი სახლები შექმნეს, ბანკოს სახლები და ასევე ბევრი თამაშები მოიგონეს და უკვე ორგანიზებული სახე მიცეს და მე მახსოვს კუბაში, როდესაც ის ჩადის ფილმში ბოლოს ჰარვი კაიტელი თამაშობს, როდესაც კუბელები ამ კაზინოს აკეთებენ, ხო, სლოტ მანქანები, იგივე თქვენთან აზარტული აპარატები, ხო, სათამაშო აპარატები. იქ ისე დააყენებენ აპარატებს, რომ ფულს არ აგებინებენ და ის გაბრაზდება მიალენსკი. და ეტყვის არა, უნდა მოაგებინოთ ფული. გესმით, რაზეა ლაპარაკი, რომ თუ არ მოაგებინებ ხალხი, მერე გულს აიცრუებს.
და ასეა სახელმწიფო ლოტარეებიც, იცით ხო, რამხელა მეგალე ლოტარეებია და კლაპარაკია კალიფორნიის ლოტარეა ყველაზე დიდია და ისედაც ნიუ-იორკის კიდევ ნიუ-იორკის და იცით ხომ ძალიან დიდი ფულზეა ლაპარაკი რა 600-700 მილიონია თუ არ მეშლება შეიძლება ახლა მეტიც იყოს იმიტომ რომ მოსახლეობა რო იზრდება მეცაც ყიდიან და მართლაც ვიღაცა იგებს მაგრამ რამდენი რჩება სახელმწიფოს აბა გადახედეთ ის და მე ვითომ რომ აფინანსებენ სხვადასხვა პროგრამებს, სხვადასხვა პროექტებს და სხვათა შორის მე რომ მოვიძიე ახლა ქართულად რომ მაინტერესებდა ხო? არ ვიცი იცი თუ არა, თქვენ მე არ ვიცოდი, პირველი ქართული ლოტარეა. პირველი ქართული ლოტარეა, საქველმოქმედო ლოტარეა, რომლის მთელი შემოსავალი მოხმარდა თსუ-სა და ქართულ თეატრს. ესე იგი სახელმწიფო უნივერსიტეტს თბილისის სახელით და ეროვნულ ლოტარეის საბჭოს თავმჯდომარე იყო ივანე ჯავახიშვილი, ხოლო მმართველობის თავმჯდომარე ლასხიშვილი. ლოტარეის მოწყობა იდეა მოვიდა 1917 წლის ზაფხულში. ეს ალბათ საზღვარგარეთ ნახეს, მათ ევროპაში განათლება მიიღეს, ხო? ალბათ რუსეთშიც აკეთებდნენ ასეთ იმას მსგავს და ნახა ისახავდა უნივერსიტეტის დაარსების საჭირო სახსრების შეგროვებას. 29 ნოემბერს 17 წლის წარმოიდგინეთ 17 წელი იცით რევოლუციები ხდება ზემოთ რუსეთში და ნახეთ გამოშვათ 5 მილიონი მანეთის საერთო ღირებულების 25 მანეთიანი ლოტარის ბილეთები. აქედან 9 მილიონი მანათი უნდა დახარჯულიყო მოგებაზე, წმინდა შემოსავლის 9 უნდა გადასცემოდა ქართულ უნივერსიტეტს, ხელუხლებლად თანხად. საგრძნობი ნაწილი გამიზნულიყო ქართული თეატრის შენობის ასაგებად. მოგების 5% კი საქართველოს მსახიობთა კავშირისათვის. ლოტარის გავრცელება დიდხანს გაჭიანურდა, ქართულ პრესაში ქვეყნებოდა მოწოდებები, ეს შეგიძლიათ ვიკიპედიაში ხალხი არ მინდა თლიანად წავიკითხო. თუშეთისა და თიანეთის მაზრებში ლოტარის გათამაშება განზრახული იყო ასე 18 წლის 25 დეკემბერს შეუშალა სომხეთ საქართველოს ომმა 19 წლის 1 ნოემბერში შედგა თბილისის სახელმწიფო თეატრში ახალი შოთა რუსთავის და ლოტარის წმინდა შემოსავლიდან უნივერსიტეტს გადაეცა მილიონ წარმოიდგინეთ მაშინ დიდი ფული იყო მილიონ 77617 მანათი თუ მანეთი აი ეს ისტორია რომელიც ჩემთვისაც საინტერესო იყო ხო მაგრამ ნახეთ მოусმინოთ ახლა ქრისტიანულ გაგებას ამაზე რამდენად სწორია ლოტარიის თამაში მე მქვია სტივი მოგესალმები ჯონ ბევრ ადამიანმა დამისვა ეს შეკითხვა და მათაც სურდათ რომ იცოდნენ თუ როგორი უნდა იყოს ქრისტიანული დამოკიდებულება კალიფორნიის შტატის ლოტარიის მიმართ და ჯონ მაკარტური პასუხობს სხვათა შორის გუშინ უთხარი მე მგონი ვიღაცას რომ არ იყიდოთ ეს ლოტარის ბილეთები მეთქი მაგრამ თუ მოიგებთ ფული გადაეცით ჩვენს გრეისის მადლის ეკლესიას თქო ჯონ მაკარტის უყვარს ხუმრობები კარგით ამაზე გიპასუხებთ სტივ და მიხარია რომ მე ეს კითხვა დამისვით იმიტომ რომ მე ვაპირებდი ამ საღამოს ამ თემაზე საუბარს პირადად მე არ მიმაჩნია აზარტული თამაში როგორც ჩემი ეკონომიური მეურვეობის ლეგიტიმური გამოხატულება იმისა რაც ღმერთმა მე მომცა და მომაბარა ამ დედამიწას. და ბიბლიაში ვიცით ჩვენ არ არსებობს ლექსი, რომელიც ამბობს არ ითამაშო. მიუხედავად ამისა და ყოველთვის ვიღაცა იტყვის. აბა მოწაფეებმაც ხომ ყარეს წილი და იცით არის წილის ყრა ბიბლიაში სხვადასხვა ადგილებში. და ეს გააკეთეს მოწაფეებმაც, როდესაც უკვე უნდათ აერჩიათ მე-12 წევრი, როცა იუდამ თავი ჩამოირჩა და მატათია იქნა გამოყოფილი. მართალია, ეს იყო საშუალება, რომელთაც მათ შეძლეს განესაზღვრათ ღმერთის ნება, რადგან ღმერთი ლაპარაკობდა მაშინ ამ მეთოდით. და ეს ცოტა განსხვავებულია. არ შეიძლება ამისი შედარება და გამართლება ამითი ამ მუხლით აზარტული თამაშებისა. მე არ მჯერა, რომ ბიბლია ამართლებს აზარტულ თამაშს, როგორც ჩვენი ეკონომიკის ან ფულის მოსაპოვებელ საშუალებას. მე ასევე გვგრძნობ, რომ სოციალურ თვალსაზრისით ლოტარეა კატასტროფაა. და გეტყვით რატომაც. ადამიანები, რომლებიც ყიდულობენ ამ ბილეთებს, არიან ადამიანები, რომლებსაც ყველაზე ნაკლებად შეუძლიათ საერთოდ ამ ბილეთების ყიდვაც. ანუ ყველაზე დაბალი კლასის, დაბალი ფენების ადამიანები ყიდულობენ ამას იმ იმედით, რომ როცა მოიგებენ გამდიდრდებიან. ანუ ეს ღარიბი, ისედაც ღარიბი მოსახლეობა მოიხმარს ამ ნივთებს. ამ ადამიანებმა იმის მაგივრად ისწავლონ, განათლება მიიღონ, ნაყოფიერად იმუშავონ თავიანთი შრომით, თავიანთი ნიჭით, ამის საწინააღმდეგოდ და აქ მომეწონა შედარება ბატონ მაკარტურის, არ ქონია ადრე მოსვენელი და არ იქონიონ იმედის საწინააღმდეგოდ. ხედავთ, ესე იგი, როდესაც თქვენ ამ გზაზე დგახართ, ხომ,
თქვენ ნამდვილ იმედს გზას უკეტავთ. გისმის და ყალბ იმედზე ხარ ჩამოკიდებული. ნახეთ, იმედის საწინააღმდეგოდ. ძალიან კაი შედარება არის. ქართულშიც ესე თარგმნე მე. და ეს არის კიდევ ერთი გამოხატულება იმისა, რომ ისინი, ვინც დიდრები არიან, დიდრები გახდებიან ესე სწრაფად, ხო? აუცილებლად მოხვდებიან მრავალი ცოდვების მახეში და მავნე ვნებებში. და მე მინდა აქ დავამატო ის კვლევები, დოკუმენტური ფილმიც არის ამაზე გადაღებული, თუ რა დაემართათ ადამიანებს, რომლებიც სწრაფად გამდიდნენ ამერიკაში. და იყო კვლევები ამაზე ჩატარებული. რომ ძალიან ბევრი ადამიანი, შეიძლება 99% ხომ, ყველანი გაკოტრდნენ, ან კიდე გაუბედურდნენ ოჯახებით, გააყარა და ყველა ესეთი დაკავშირებული. და ჯონ მაკარტური აგრძელებს. დღეს რადიოში მოვისმინე ისეთი რაღაც, რაც ძალიან უცნაური ილუსტრაცია იყო და არ დავიჯერებდი ჩემი ყურით რომ არ მომესმინა. ერთმა პიროვნებამ, ეს იყო შუა დასავლეთში, ამერიკის შუა დასავლეთში, არ ვიცი ხსენია თუ არა ამის შესახებ, იყო ბანკის მენეჯერი, რომელსაც თავისი ბანკიდან 10 მილიონი დოლარი გაფლანგა და წავიდა კეისრის კაზინოში, ატლანტიკ სიტიში, ეს გადაღმა არის იცით ატლანტიკის ოკეანესთან პირველი ლას-ვეგასი ეგ იყო, ნამყოფი ვარ მე ახლა ხან ვიყავი ურალ დასათვალიერებელ და არა სათამაშოდ და ატლანტიკ სიტიში თავის ანგარიშზე ჩარიცხა, ყაი იყო ყოველი ცენტი და ყველაფერი გაფლანგა. 10 მილიონი დოლარი გაფლანგა ხალხო. და ისინი აპირებენ ახლა კაზინო რომ დასაჯონ და ერთი დღით დახურონ ეს კაზინო. ახლა ეს რამდენიმე რამეს მეუნება ეს ფაქტი. პირველი რომ ეს არის ძალიან ცუდი ხუმრობა. მაგრამ მეორე მე ფიქრობ ეს უნდა იყოს მნიშვნელოვანი სასჯელი აუცილებლად ამ კაზინოებისა. თქვენ ვერც წარმოიდგენთ რამ ხელა სახის ფულს იღებენ ისინი. და ეს ყველაფერი ლეგალიზებულია ხალხო. რაც ადრე არ იყო და ადრე აკეთებდნენ ამას არალეგალური გზით. და ყველაფერი ეს ძალიან ტრაგიკული ამაზე ფიქრიც კი. და ეს ის ხალხია, ვისაც ამის საშუალება ყველაზე ნაკლებად აქვს. ეს არიან რიგითი ადამიანები, რომლებსაც ყველაზე მეტად ჭირდებათ განათლება მიიღონ და იყვნენ პროდუქტიულები საკუთარი შრომითა და ნიჭით. ბიბლია მხარს უჭერს ფულის მოპოვებას რამდენიმე გზით. ერთი არის მემკვიდრეობა და ეს ძალიან კარგი არის. იცით, უფალი საუბრობს და ბიბლია საუბრობს ამაზე. ასევე ბიბლია საუბრობს შრომის მოყვარეობით, გონივრული ინვესტიციებით, რომ ადამიანმა ეკონომიკა გაიმჯობესოს. მაგრამ ის არასოდეს ემხრობა აზარტული თამაშებით გამდიდრებას სწრაფი ფულის მოგებით. ასე რომ, მე ფიქრობ, $1 გადახდაც კი ამ ლოტარიაში დანაშაულია. და თქვენ შეიძლება ეს გაგიკურდეთ. შეიძლება ვიღაცა ფიქრობდეს, რომ რა მოხდა მე ლას-ვეგასში გავივლი და 1-2 ჯერ ჩავდებ სათამაშო აპარატებში 25 ცენტს, ნახოთ რა მოხდება, ხო შეიძლება მომოვიგო. მე არ მსურს ახლა რაიმე ლეგალისტური რაღაცა ლეგალისტებს რო ჩვევიათ, მათ რახი მოგიქრიოთ, მაგრამ მე პირადად არ მჯერა, რომ ეს არის ლეგიტიმური გზა, ბიბლიური გზა ფულის მოსაპოვებლად. და რა თქმა უნდა ასევე სახელმწიფო არ უნდა აკეთებდეს ლეგიტიმურად, რომ ამ ფულიდან, გინდა ლოტარიიდან, გინდა შემოწირულობიდან, კაზინოებიდან აღებული ხარკით განათლება და მოსახლეობის განათლება დააფინანსონ. იმიტომ რომ ეს მოხდება ისედაც ღარიბი ხალხის ხარჯზე, რომლებიც აპირებენ თავიანთი ქონების გაფლანგვას. და იცით ძალიან ბევრი ოჯახები განადგურდა ამით. და ეს არის საპირისპირო იმისა, რასაც საზოგადოება აკეთებდეს. თუ მას სურს თავისი ხალხის განათლების დაფინანსება, მან ფული უნდა აიღოს ჩვენნაირი ადამიანებისაგან, რომლებსაც შეუძლიათ ამაში სათანადო დახმარება და არა ამ ღარიბი მოსახლეობისაგან, ისედაც გაღატაკებული ხალხი. მაგრამ იცოდეთ, რომ სწორედ აქედან მოდის ეს შემოსავალი, ლოტარიიდან აღებული შემოსავალი, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე აზარტული თამაშებისგან, კაზინოებისგან, რომლისგანაც დიდ ბეგარას იღებს სახელმწიფო. ასე რომ, ეს არის ჩემი პასუხი სტივ თქვენ კითხვას. მადლობა, ჯონ.